აფხაზეთს და ყირიმს საერთო არაფერი აქვს. ჩვეული კატეგორიულობით ამბობდა პრემიერი ღარიბაშვილი BBC-სთან ინტერვიუში. დღეს მისივე მთავრობის საგარეო სამინისტრო რუსეთ-აფხაზეთის ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ანექსიის მცდელობა დაფასებს. ივანიშვილის მთავრობის ბრძნული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ახლა როცა რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობანას თამაშის დასრულებას გეგმავს და მისი საბოლოო გადაყალბისთვის ემზადება, საქართველოს ამ უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე პრაქტიკულად მარტო რჩება. ჩვენ და სამწუხაროდ მმართველობის 2 წლის თავზე ქართულმა ოცნებამ მხოლოდ 2 წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას შეძლო. ციხეებიდან გაათავისუფლა ათეულობით 1000 კრიმინალი და დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების საკითხთა ნუსხიდან საქართველოს თემა გააქრო. ამაში დარწმუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა მოგვეცა გუშინ, როცა სახელმწიფო მდივან კერისა და საგარეო მინისტრ ლავროვის შეხვედრაზე ამერიკა რუსეთს შორის უთანხმოების საკითხად მხოლოდ უკრაინა დასახელდა ადრეული პერიოდისგან განსხვავებით. აფხაზეთი ამჯერად არავის უხსენებია. რუსეთთან სამხრივი დათმობების პოლიტიკის აშკარა კრახის იგნორირება თავად ქართული ოცნების წევრებსაც უჭირთ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამ თემაზე პარლამენტის ხდომა მოიწვია, ხოლო საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ აბაშიძე კარასინის შეხვედრის ჩაშლა მოითხოვა. შეხვედრა მაინც შედგა, ხოლო ჯაფარიძის პოზიცია ასაკობრივ პრობლემად და მუხრუჭების მოშლად შეფასდა. საკუთარ რიგებში მზარდი უკმაყოფილების მიუხედავად, პრემიერი ღარიბაშვილი არ აპირებს იმ ბრძენი კაცის, ბატონი ბიძინას მიერ დასახული გზიდან გადახვევას. სადმე გვიყვანს ბიძინას გზა. ამაზე თეორემას სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, არ გადართოთ, რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით. წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, ვანო მაჭავარიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, დათო სიხარულიძე, ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია, გრასის დამფუძნებელი, ზურაბ პაპასკირი, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ჩაგვერთვება სტუდიიდან და ზურაბ შენგელია, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორი. დიდი მადლობა თეორემაში სტუმრობისთვის. არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25 წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის. ვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა. ეს არ მინდა დავიჯერო, პირველად არ გვესმის ჩვენ. თან დაკავშირებით, რომ მას არ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთს აქვს განზრახვა მეზობელი ქვეყნების ოკუპაციის. რა სიტყოდით აი ამ ზუსტად არ მინდა დავიჯერო პოლიტიკაზე, ბატონო ზურაბ, თუ შეიძლება თქვენ? თუ აფხაზურ საზოგადოებას ასე თქვა შევხედავთ და გადავხედავთ და იმ პროცესებს რაც მიმდინარეობს, ამ მხრივ ერთი მხრივ სწორია, იმიტომ რომ ეს მიმართება, ამ ასოცირების ხელშეკრულებისკენ მიღებისკენ გზა, ეს აფხაზურ საზოგადოებას არ უნდა. ეს ცალსახად დაფიქსირებულია თუნდაც დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მოხდა აფხაზეთის პარლამენტსა თავის პრეზიდენტ ხაჯიმბასთან. სადაც ძალიან სერიოზული საუბარი იყო და დაახლოებით 2-3 საათის წინ დამთავრდა ეს შეხვედრა, სადაც ხაჯიმბას ძალიან მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა და მართალი გითხრათ ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, ესე იგი დასაბუთების გარეშე გამოუშვა. ამიტომ ეს ფაქტი თვითონ ამ მიმართულებით სწორია. ეს თქვათ ამის განსჭვრეტა, რომ ეს ასე მოხდებოდა, მაინდა-მაინც ძნელი არ იყო. თუნდაც იმ ბოლო პროცესებზე, თუნდაც როგორც წარიმართა საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში, თუნდაც ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა. ერთი ჯგუფი მუშაობდა ამ ხელშეკრულებაზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე და ეს იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტი. რომელიც წარმომადგენელი არსებობდა ასეთი ანტონ კრივენიუკ ერთი არის ასეთი რეჟისორის და თანაც ასეთი სოხუმთან ახლო ურთიერთობაში მყოფი და ის გარკვეული აზრით აფხაზურ საზოგადოებასთან ათანხმებდა რაღაც დებულებას. ყოველ შემთხვევაში ყვებოდა იმის შესახებ თუ რაზე მიდის მუშაობა და რა მიმართულებით. აი უცებ მოხდა ის რომ ეს დებულება, ეს ასოცირების ხელშეკრულების პროექტი გაქრა და მოიტანეს სრულად ახალი, რომელიც აბსოლუტურად მოულოდნელი იყო აფხაზური საზოგადოებისთვის. ისინი ფიქრობდნენ ერთი მიმართულებით და ამ თემაზე საუბარს განვაგრძობთ აუცილებლად ბატონ ზურაბთანაც, რომელიც სტაბილურ სტუდიიდან ჩაგვერთვება, მანამდე ბატონ დავითს მინდა ვკითხო, აი თვითგამორკვევის უფლებაზე და თვითგამორკვევისთვის ბრძოლაზე საუბრობს ბატონი პრემიერი. თვითგამორკვევის უფლება საერთაშორისო სამართლით რეგულირდება, კონკრეტულ რა შემთხვევაში აქვს ერებს თვითგამორკვევის უფლება. რამდენად შეიძლება აფხაზების ბრძოლას დაერქვას თვითგამორკვევისთვის ბრძოლა? საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით. საერთაშორისო სამართლის ნორმებით ამას ვერანაირად ვერ დაერქვა თვითგამორკვევისთვის ბრძოლა, იმიტომ რომ პირველ რიგში და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ დაახლოებით 300,000-მდე დევნილი არის და კიდევ უფრო
მეტი, რამდენადაც ბოლო ციფრები, ზუსტი ციფრი არავინ არ იცის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის იმ რაოდენობაზე მეტი, ვიდრე ახლა ადამიანი ცხოვრობს თვითონ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამიტომ ეს არის ყველაზე ფუნდამენტური რამ რის გამოც არ შეიძლება რომ ამას თვითონ როგორ ფიქრობთ საქართველოს პრემიერმა ეს არ იცის და იმიტომ ლაპარაკობს რომ ეს თვითგამორკვევისთვის ბრძოლა თუ უბრალოდ რაღაცა ჩაფიქრებული აქვს ანუ არ ვიცი ხმე შეიძლება მკითხაობას გთხოვ ბოდიში ამისთვის მაგრამ მაინც მინდოდა რომ ეს კითხვა დამეწ თუმცა რაც ბატონო ზურაბმა ბრძანა მე ვფიქრობ რომ იმ ადამიანებს იმ ნაწილს ხალხისას რომელიც დარჩენილია ახლა ამ ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკური წმენდის შედეგად დარჩენილ აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ალბათ მართლაც ახლა შეიძლება დიდ ნაწილს არ მოსწონს ის, რასაც რუსეთი აკეთებს. უბრალოდ სხვა საქმეა ის, რამდენად რუსეთი ანგარიშს უწევს. რა თქმა უნდა, არ უწევს ანგარიშს ამას და ალბათ რუსეთი განაგრძობს იმის კეთებას, აი ამ დოკუმენტის, ასე ვთქვათ, წინწაწევას, რაც პრაქტიკულად ფაქტობრივი ანექსია. კი ბატონო, ამ ფაქტორის გათვალისწინებით აფხაზებთან და ოსებთან და მათ მარიონეტულ რეჟიმებთან პირდაპირ საუბრის თემასაც აუცილებლად შევეხები, იმიტომ რომ ეს ახლა ძალიან ესეთ მაღლა დგას დღის წესრიგში, რომ აი პირდაპირ მათ უნდა ვესაუბროთ. მაგრამ მანამდე ელენეს მინდა ვკითხო, რას გულისხმობს ზოგადად აი ეს შეთანხმება, რაზეც ვსაუბრობთ, ეს სამეკავშირეო შეთანხმება აფხაზეთსა და რუსეთს შორის. მოკლედ რომ აღწერო მაყურებლისთვის, რომ გასაგები გახდეს. ნუ თან მოკლედ ვიტყვი, რომ პრემიერი ეს შეფასება პრობლემური არა იმიტომ და არ არის საინტერესო იმჯერად მას ჯერა თუ არ ჯერა აქ მნიშვნელოვანია რა პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ხელისუფლება რა პოზიციას აფიქსირებს უმაღლესი ხელისუფლება როგორ აფასებს ამ მოვლენებს ყველა საქართველოში მათ შორის ჩვენს აფხაზეთის ნაწილში და საერთაშორისო თანამეგობრობა მათი ქმედებები დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ აფასებს ამ მოვლენას საქართველოს მთავრობა და ამაზე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ თუ რამდენი პრობლემაა ამ შეფასებაში რაც ჩვენ მოვისმინეთ რაც შეეხება თავად ხელშეკრულებას ეს არის თალსახად დე-ფაქტო ანექსიის ხელშეკრულება და შევეცდები ახსნა რატო პირველ რიგში აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველა სექტორში აქ არის საუბარი აფხაზეთის ეგრეთ წოდებული კანონმდებლობის აი ამ სფეროების გადაწყობა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაზე მათი სისტემის შერწყმა რუსეთის ფედერაციის სისტემაზე ეს არის დაწყებული საგარეო პოლიტიკიდან უსაფრთხოების თავდაცვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ეს არის რომ მაგალითად სამხედრო თვალსაზრისით არამხოლოდ ერთი ჯარი იქნება და კრიზისის შემთხვევაში პრეზიდენტი ეგრეთ წოდებული აფხაზეთის არ იქნება უმაღლესი მთავარსარდალი და ბრძანებებს გასცემს რუსი გენერალი არამედ მთლიანად თავდაცვის სისტემა მისი მატერიალური ვთქვათ მხარე მატერიალური ბაზა ინფრასტრუქტურა კანონმდებლობა მოეწყობა რუსული სამხედრო სისტემით შინაგან საქმეთა სამინისტროს ასე ვთქვათ განესაზღვრება მაკონტროლებელი ორგანო რომელსაც თქვენ რაღაც საკოორდინაციო ცენტრი საბაჟო სექტორში მაგალითად საბაჟო კონტროლი მოხდება არა მარტო ეგრეთ წოდებულ რუსეთ-აფხაზურ პროდუქციაზე არამედ შიგნით აფხაზეთში ასე ვთქვათ აეროპორტებში პორტებში ხდება მთლიანად საბაჟო სისტემის გადაწყობა რუსულ კანონმდებლობაზე ანუ აბსოლუტურად ყველა სპექტრში ხდება შერწყმა რასაც ქვია ასე ვთქვათ რასაც ქვია ანექსია სხვა შეფასება ამას უბრალოდ ვერ ექნება თავში წერია რომ ვითომ რაღაცას მათ არსებობას ისინი აღიარებენ და მე მთელი დოკუმენტი ეწინააღმდეგება ამ წინადადებას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოს სწორედ ამ ჭრილში როგორც ანექსია დე-ფაქტო ანექსია ამ ტერიტორიის შეაფასოს ეს კი ბატონო ჩვენ ვიცით რომ ამ შეთანხმებას საერთაშორისო თვალსაზრისით არანაირი ფასი არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება საერთაშორისო სამართლებრივი ძალა ამას ვერ ექნება რატომ ღელავთ საერთოდ ამ თემაზე მაშინ? ანუ ოკუპირებული რომ იყო აფხაზეთი ისედაც ვიცოდით, რუსეთი რომ აკონტროლებდა აფხაზეთს ისედაც ვიცოდით, რა არის ამაში სანერვიო? ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერთი ის რომ თქვენ მოიყვანეთ პრემიერის შეფასება რომ მას არ უნდა ამის დაჯერება, ეს ცალსახად მეუნიშნებს ამ პოლიტიკის ზოგადად საერთოდ არარსებობის რაც უფრო ცალსახა ამ პოლიტიკის არაეფექტურობის შესახებ რომელიც ბოლოს და ბოლოს აღმოჩნდა რომ ზურაბ აბაშიძის და კარასინის შეხვედრა რაღაც ხავსივით იყო რომელსაც შეიძლება მთავრობა მოეკიდოს იმიტომ რომ ჩემთვის გასაკვირი იყო სულ ახალხანს დაბრუნებული დელეგაცია ჟენევიდან რომლის ფორმატი ზუსტად გულისხმობს ამ საკითხებზე საუბარს
აღმოჩნდა რომ იქ საერთოდ ამ თემებზე არ იყო საუბარი ან საზოგადოებას ჩვენ არ მოგვაწოდეს ამის შესახებ ინფორმაცია. იყო კი გახმაურებული ჟენევის შეხვედრებამდე ეს ხელშეკრულება. ქალბატონო ფანჯიკიძემ თქვა რომ ისინი თვეების განმავლობაში ამ საკითხს სწავლობენ და მე ზალკარლიანის განცხადება იყო რომ რეალურად ბოლოს და ბოლოს გამოთქვდა რომ ესე ვთქვათ კარასინთან ფინჯან ყავაზე უარი უთხრა საერთოდ ნებისმიერ რუსულ თემაზე საუბარი. ანუ ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ არაეფექტური პოლიტიკა ან საერთოდ პოლიტიკის არარსებობა რომელიც ეხლა იმედი აბაშიძე კარასინის ფორმატზე ნამდვილად არ უნდა აწყობს თავრობამ და მეორეს მხრივ თქვენ კითხვას რო უპასუხო არის ის რეალობა ის კონტექსტი სადაც რუსეთი მიაჩნია მას რომ მას აქვს პრივილეგირებული გავლენის სფეროები ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები სრული იგნორირებით საერთაშორისო სამართლის და პრინციპებით ამის მომსწრე ვარ ჩვენ მათ შორის უკრაინაშიც მას მიაჩნია რომ არავის საქმე არ არის რას იზავს ის და შეუძლია ეს განახორციელოს ტაქტიკური ნაბიჯებით, პოლიტიკური კონკრეტული ნაბიჯებით და მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთის მიმართ ეს განწყობა და ზუსტად ის რადიკალური ნაბიჯები, რომელიც ალბათ უფრო დაკავშირებულია სურკოვის გამოჩენასთან, პუტინის უშუალო წარმომადგენელთან, გულისხმობს ზუსტად იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც არის ეგრეთ წოდებული ახალი რუსული სამყარო, ეგრეთ წოდებული ნოვა რუსია ან ზოგადად ევრაზიული კავშირი მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი ნაციონალური იდეა, რომელშიც რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები უნდა იყოს დაკანონებული, ანექსირებული და მათ წინ ვერაფერი ვერ აღუდგება. ეს არის რეალური პრობლემა, კონტექსტი და მეორე საქართველოს მთავრობის პოლიტიკის არაეფექტურობა, რომელიც რეალურად ვერ ჟენევაში და ვერც კარასინ და აბაშიძის ფორმატში ჯერჯერობით შედეგს სამწუხაროდ ვერ იღებს. აი სხვებსაც მინდა ვკითხო საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რამდენად არის ეს საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ბრალი, მანამდე მინდა მოვისმინოთ ღარიბაშვილის ინტერვიუ BBC-სთან, რომელიც მან ნაწყვეტი ღარიბაშვილის ინტერვიუდან BBC-სთან, რომელიც მან 3 თვის წინ მისცა, თუ არ ვცდები, თუ შეიძლება რომ ვნახოთ ვიდეო. შიშობთ თუ არა რომ შესაძლოა სამხრეთ ოსეთის ყირიმის გზას დაადგეს და რუსეთის ფედერაციამ შთანთქას. The situation in South Ossetia and in Abkhazia is absolutely different. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრულიად განსხვავებული ვითარებაა. დიდი შეცდომაა ყირიმისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შედარება. ამ დე-ფაქტო ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოებს დამოუკიდებლობის მოპოვება უნდათ. ასე არ არის. რუსეთმა ამ ორი დე-ფაქტო მთავრობის დე-ფაქტო სახელმწიფოს დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა ომის შემდეგ. მას შემდეგ არანაირი პროგრესი არ ყოფილა. ეს ორი ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაშია, საქართველოს მთელი არსებობის მანძილზე. როგორც ვიცი და ჩვენი ანალიზის მიხედვით, რუსეთს არ აქვს ამ ორი დე-ფაქტო ტერიტორიის დე-ფაქტო მთავრობების ანექსიის განზრახვა. რუსეთს არ აქვს ამ ტერიტორიების ანექსიის განზრახვა, ამას ამბობდა პრემიერი სულ რაღაც 3 თვის წინ. შეგვიძლია თუ არა, რომ აი ეს რაც დღეს ხდება, გარკვეულწილად დავაბრალოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკას, აი ამ დათმობების პოლიტიკას, ერთგვარ აროგანტულობას, იგივე აი უკრაინის საკითხში, როდესაც თქვა ჩვენ გვესმოდა ამავე ინტერვიუში პრემიერის მხრიდან დარიგებები უკრაინის მთავრობის მიმართ, რომ აი საქართველოს გამონახა რაღაცა ოქროს შუალედი და იგივე უნდა ევროპასა და რუსეთს შორის იგივე უნდა გააკეთოს უკრაინამაც უნდა დაეკისროს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა როგორც მინიმუმ საგარეო პოლიტიკურ გუნდს. პირველ რიგში ალბათ საკითხი უნდა დავსვათ არა ის დავაბრალოთ პოლიტიკას თუ არა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა ანუ ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ამ პოლიტიკის შედეგია რუსეთს ეს გეგმა ქონდა და ამ გეგმას აუცილებლად განხორციელებდა. კითხვა დგას ესე, გავაკეთეთ კი ჩვენ ყველაფერი იმისთვის, იმის საწინააღმდეგოდ რომ ვიყოთ ამ სიტუაციისთვის მზად და მინიმიზაცია მოახდინოთ იმ საფრთხის და დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ცალსახად არ გავაკეთეთ. ბოდიში ჩაგეჭრები გუშინ იყო ლავროვისა და კერის შეხვედრა, სადაც გახსოვს ალბათ, მე ყოველთვის ყურადღებით უყურებდი ხოლმე, როდესაც რუსეთს განსაკუთრებით გადატვირთვის პირობებში, როდესაც ამერიკის და რუსეთის საგარეო უწყებები ან მაღალჩინოსნები ხვდებოდნენ ერთმანეთს, განსხვავებათა ნუსხაში, რომ ჩვენ აი თან ხვდებით ამ გლობალური თქვათ რაღაცა ტერორიზმის, ან რაღაც განიარაღების თემებზე, ან ირანის თემაზე შეიძლება რაღაც შეთანხმებას მივახციოთ, მაგრამ განსხვავებები ჩვენ შორის რჩება, განსხვავება არის საქართველო.
დღეს განსხვავება არის უკრაინა, საქართველოს არავის არ უხსენებია. გუშინ ლავროვისა და კარის თვლი თუ არა რომ ესეც გარკვეულწილად სწორედ ამაშია პრობლემა. რუსეთს თავის გეგმა აქვს, მაგრამ ვეწინააღმდეგები ჩვენ ამ გეგმას თუ ვეხმარებით ამ გეგმის განხორციელებაში. პირველ რიგში სამი ჭრილი აქვს ამ პრობლემას, ამ კონკრეტულად ამ დე ფაქტო ანექსიას. ეს არის გეოპოლიტიკური ჭრილი, ანუ ფაქტიურად ევრაზიული კავშირი თუ საბჭოთა კავშირის აღდგენის ცდელობა. მეორე ჭრილი ეს არის ბუნებრივია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გართულება, იმიტომ ანექსიის შემთხვევაში კიდევ უფრო რთული ხდება ეს პროცესი და მესამე ჭრილი ეს არის შესაძლო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ამ გზით, მათ შორის ამ ანექსიის გზით, რომ მას შეცვალოს თავისი რაღაცა ორიენტაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება იყოს განსაზღვრელი ჩვენი პოლიტიკის. ეხლა რა ხდებოდა, რო გადავხედოთ ქრონოლოგიურად, როგორი იყო მოვლენები და როგორ რეაგირებდით ჩვენ. დაანონსება ამისი მოხდა პირველ თებერვალში აფხაზეთში ჯერ ტარას შამბას მხრიდან. შემდეგ მაისის კრიზისის მთავარი თანდევი, ასე ვთქვათ, მთავარი თემა, ჰედლაინი იყო სწორედ რუსეთთან დაახლოება, ასოცირებულ ხელშეკრულებას ეძახდნენ მაშინ. ანქვაბი პირდაპირ გამოვიდა და თქვა, რომ ამ გადატრიალების ასე ვთქვათ, მიზანი არის ღალატი აფხაზური ნაციონალიზმის და რუსეთთან მეტი დაახლოება. მთელი ზაფხულის და წინა საარჩევნო ეგრეთ წოდებულ პერიოდში იყო საუბარი აი ამ საფრთხეზე, რომ რას გვიპირებს რუსეთი. არჩევნების შემდგომ უახლოეს დღეებში ხაჯიმბას პრეს-კონფერენციაზე გაიშალა ძირითადი პარამეტრები ამ ხელშეკრულების. იქ უკვე იყო საუბარი გაერთიანებულ ჯარზე, საზღვრის გაუქმებაზე, ეგრეთ წოდებული საზღვრის მათ შორის და აი ამ საფრთხეებზე რაც ამ დოკუმენტში დევს. 27 სექტემბერს გამოვიდა პესკოვი ოფიციალურად რუსეთის პუტინის პრესპიკერი და დაანონსა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელშეკრულებაზე, რომელიც შექმნის საერთო თავდაცვითი უსაფრთხოების სივრცეს და გაუქმებს საზღვარს. აი ამ მთელი მოვლენების პარალელურად ჩვენი ქმედება რა არის? გამოდის ზუსტად მაისში, როდესაც იქ ეს ხდებოდა, პრემიერის ვიზიტი იყო ბერლინში, სიტყვა აფხაზეთის ხსენება, არათუ აფხაზეთის, რუსეთიდან შესაძლო მომდინარე საფრთხის ხსენებაც არ იყო. გამოვდივართ BBC-ზე, რომელიც არის უნიკალური საშუალება, რომ ასე ვთქვათ, აწიო თემა და შექმნა თემა. იქ პირიქით ვამბობთ, რომ საერთოდ პარალელი ყელიმთან არ არის. მოდის, ასე ვთქვათ, ბრიუსელში ვიზიტი საერთოდ რუსეთის საფრთხის ხსენება არ არის, არის აი ამ საერთაშორისო თანამეგობრობის დამშვიდების პოლიტიკა, რომ ჩვენ მოვიფიქრეთ ფორმულა რუსეთთან როგორ დავალაგოთ ურთიერთობა, მერე მოდის ნატოს სამიტი და მოდის გაეროს უკვე უშუალოდ ეხლა გაეროს გენერალური ასამბლეა, სადაც არის სწორედ ის ფორმატი, სადაც ამ პრობლემებზე უნდა ელაპარაკოთ. ანუ პარალელურად სიტუაციის გართულებისა და საფრთხის, ვთქვათ, განვითარებისა ჩვენ არათუ საფრთხის პრევენციას არ ვახდენთ. ჩვენ საერთოდ ვეხმარებით ყველას, რომ დაივიწყონ ეს პრობლემა. აფხაზეთზე მე არ ვიცი თქვენ თუ წაგეკითხავთ, არ დაწერილა არც ერთი საერთაშორისო პრესაში იმ დაგროვილ, ასე ვთქვათ, აი ამ განვითარებულ საფრთხეზე, რომელიც რეალურად დღეს ჩვენ კონტექსტის გვაძლევს საშუალებას, რომ ევროპას აუხსნათ, რომ ეს მათი პრობლემაა. საბჭოთა კავშირის აღდგენა თუ ევრაზიული კავშირის შეთქმნა მათი პრობლემაა და ყირიმის მაგალითზე მათ ნახეს თუ რა ძვირი შეიძლება დაუждეთ ეს პრობლემა. ჩვენ გვაქვს უნიკალური არგუმენტები სამწუხაროდ იმ პრობლემების გამო რაც ხდება უკრაინაში, რომ თუნდაც ეს თემა მივაბათ, ასე ვთქვათ, ერთმანეთს და სიმძიმე და ფასი რუსეთმა გადაიხადოს მაღალი. ჩვენ გავაკეთეთ ეს ყველაფერი პირიქით. მეტიც არათუ არ მოახდინეთ პრევენცია, დღეს შეფასებისას გაფაციცებით უსმენდი აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირის შეფასებას. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ადეკვატური რეაქცია იყო პრეზიდენტის, რომელმაც სიმწვავის თვალსაზრისით, ფორმატის თვალსაზრისით, სპეციალური განცხადების თვალსაზრისით, მესიჯების თვალსაზრისით იყო აბსოლუტურად სწორი, მაგრამ ჩვენ ვიცით რა როლს იკავებს სამწუხაროდ დღეს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის. კი ბატონო, ამაზე მე აუცილებლად ვისაუბრებ და ვანო მაჭავარიანსაც გასაგები მიზეზების გამო ვკითხავ, იმიტომ რომ პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში ეს მეგონი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ინიციატივა აიღო და მთავრობა იძულებული გახდა, რომ მისი ნაბიჯებისთვის ფეხი აეწყო, ოღონდ მანამდე მინდა ზურაბ პაპასკირი ჩავრთოთ აბულა სტუდიიდან. ბატონო ზურაბ. ბატონო ზურაბ. გისმენთ. მინდოდა მეკითხა დიდი მადლობა პირველ რიგში მონაწილეობას რომ იღებთ ჩვენს გადაცემაში. პირველ რიგში მინდოდა მეკითხა სიტუაციაზე აფხაზეთის ამჟამინდელი მოსახლეობის განწყობაზე. როგორ ფიქრობთ? სულ იყო მესმოდა ლაპარაკი იმაზე, რომ აი თქვა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, ან ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ანექსია უფრო იოლი განსახორციელებელი იქნება. აფხაზეთში ეს უფრო რთულია, იმიტომ რომ აფხაზეთში არსებობენ ადამიანები, რომელთაც მართლაც სურთ აი ეს რაღაცა დამოუკიდებლობა, როგორი მახინჯი ფორმითაც არ უნდა მიაღწიონ ამას. თუ შეგიძლიათ მითხრათ, რას ელოდებით, როგორი მოვლენების განვითარებას ელოდებით აფხაზეთში აი ამ ხელშეკრულების გაფორმების კვალდაკვალ.
დიახ, ესე იგი ამ ხელშეკრულებისთვის მზადება ნამდვილად სწორი ბრძანება იყო, დაიწყო სულ ცოტა მაისიდან მაინც, აი მაისის ცნობილი მოვლენებიდან მაინც და მაგრამ მაშინ იმ ეტაპზე როცა ტარას შამბამ გააჟღერა აი ეს ასოცირების ხელშეკრულების დადების აუცილებლობა რუსეთთან, მაშინ ოფიციალურმა ხელისუფლებამ, დე ფაქტო ხელისუფლებამ, კაცრავად აფხაზეთის ანკვავის ხელისუფლებამ ეს ძალიან შორს დაიკავა და თითქმის ყველა გამოვიდა აფხაზურ საზოგადოებაში ტარას შამბას ამ ინიციატივის წინააღმდეგ, მათ შორის სხვათა შორის რაულ ხაჯიმბაც. მაგრამ 27-ის შემდეგ, როდესაც ეს პროცესები უკვე ესკალაცია მოხდა პროცესების 27 მაისის შემდეგ და როდესაც გამოიკვეთა ხაჯიმბას ლიდერობა აი ამ რევოლუციის, ეგრეთ წოდებული მაისის რევოლუციისა, მაშინ მოხდა შეხვედრა ხაჯიმბასი. ხაჯიმბა ადრე განიხილებოდა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მაინც ნაციონალისტური ოპოზიციის ლიდერად, მოხდა მისი შეხვედრა სერგეი შამბას მეშვეობით, ტარას შამბას ძმის მეშვეობით პუტინის წარმომადგენელთან, სურკოვთან და აი ამ შეხვედრის შემდეგ თუ დავაკვირდებით რიტორიკას ხაჯიმბასი, ის გახდათ სხვანაირი. ისიც ალაპარაკდა მეტ ინტეგრაციაზე რუსეთთან, მეტ ინტეგრაციაზე. ძალიან საშიში ტერმინია ინტეგრაცია. ამ დოკუმენტის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, გამაღიზიანებელი ნაციონალისტურად განწყობილი აფხაზური საზოგადოების ნაწილისათვის არის სწორედ სიტყვა ინტეგრაცია. ადრე ხმარობდნენ союзничестве взаимопомощи, ესე იგი ურთიერთდახმარების. აი ესეთი ხელშეკრულებები იდებოდა. ახლა არის ინტეგრაცია და თვითონ იმ ხელშეკრულებაში, ესე იგი ისეთი მრავალჯერ არის ნახმარი ასეთი ფორმულა. ისევე როგორც სამხრეთ ფედერალურ ოკრუგში. ესე იგი კრასნოდარის მხარეა ხედველობაში და უფრო ეგრეთ წოდებული სამხრეთ ფედერალური ოკრუგი ცოტა უფრო ვრცელი ტერიტორია. ესე იგი მიაბა რუსულმა მხარემ სამხრეთის ფედერალურ ოკრუგს აი ეს აფხაზეთი. აი ამან მართლა გამოიწვია აფხაზეთში ახლა ნებათა ღელვა. სპიკერი, როგორც ვიცი, აი ახლა ხანს პარლამენტის სპიკერმა გააკრიტიკა. პარლამენტის სპიკერმა გააკეთა განცხადება, დეპუტატებიც აკეთებენ განცხადებას პარლამენტის სპიკერმა, ეს პარლამენტის სპიკერი სხვათა შორის პარლამენტის სპიკერმა გამბამ დიდი როლი შეასრულა აი ამ ხაჯიმბას არჩევნებში ხელს უწყობდა, ის მოვალეობას ასრულებდა პრეზიდენტის და ის აშკარად დაიკავა მან ხაჯიმბას მხარე, ხაჯიმბასა და ანქვაბის ურთიერთდაპირისპირებაში და ესე იგი აქ ყველაზე მთავარი რა არის? ანქვაბი რუსეთმა გაცვალა ხაჯიმბაზე, ეთყობა რაღაც უკვე რაღაც პირობით და ეს პირობა არის ალბათ სწორედ აი ეს ხელშეკრულება. თქვენი პროგნოზი როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა? მე ასეთ რამეს, რომ 2 დღეა, 3 დღეა ძალიან დიდი ნებათა ღელვა აფხაზეთში, გამოდიან საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები, ან ისეთი პოპულარული პიროვნებები. ერთი ამბობს აი იზიდა ჭანია, ცნობილი ჟურნალისტი, ოპოზიციური გაზეთის რედაქტორი, ამბობს პირდაპირ, ჯერ იყო და რუსეთმა ჩვენ სატრანზიტო კორიდორად გამოგვაცხადა, ახლა სამხედრო ბაზად გვაცხადებს და აი ასეთი აგდებით და ძალიან კრიტიკული იყო მისი გამოსვლა. ძალიან კრიტიკულია გამოსვლა დოროფეი დბარის. ესე იგი ეს არის არაღიარებული, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მიტროპოლიტი, სამიტროპოლიტოს მეთაური ანაკოფიისა, ოპოზიციური რუსეთისადმი ოპოზიციური ეკლესიის მეთაური, ბჭყალებში რასაკვირველია და ისიც გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ ესე იგი ფაქტობრივად აფხაზეთის პრეზიდენტი ცხადდება აფხაზეთის გუბერნატორად და ესე იგი რომლის მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ არ დაემორჩილოს კრასნოდარი. კი ბატონო, რამდენად აქვს რესურსი? თავარი კითხვა. ესე იგი, რამდენად შეძლებს რუსეთი უკვე დღეს შეხვდა პარლამენტარებს ხაჯიმბა, ცოტა რიტორიკა შეცვალა, მაგრამ როგორ ჩანს, ესე იგი, აფხაზური საზოგადოება ამისთვის ამზადებდნენ აფხაზურ საზოგადოებას და ერთი რაღაცა მინდა კიდე აუდიტორიას მოვახსენო, ასეთი ინფორმაციები ვაწოდო. 23 სექტემბერს ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე, ეგრეთ წოდებულ ინაუგურაციამდე ეს შეკრებილან სოხუმში
კონფერენციაზე მრგვალი მაგიდა ქონდა ჩირიგბას ეს საგარეო საქმეთა მინისტრია ეგრეთ წოდებული და გრიგორიევს ელჩს რუსეთის სოხუმში ესე იგი მათ ქონდათ მრგვალი მაგიდა სადაც რუსებმა პირდაპირ უთხრეს აფხაზებს პირდაპირ უთხრეს თქვენ ნუ გავიწყდებათ რომ 1993 წლის 23 მარტს თქვენ მოითხოვეთ შეერთება რუსეთთან ეს მარტის სამხედრო ოპერაციების უშუალო შედეგი იყო თქვენ ნუ დაგავიწყდებათ რომ 95 წლის რომელიღაც თვეში მაისში თქვენ მოითხოვეთ ისევ რუსეთთან შეერთება ესე იგი ეს ახლა გახლავთ ასეთი პოლიტოლოგი რუსეთიდან ეს არის ძალიან დიდი მტერი საქართველოს ის რომელიც სხვათა შორის შარშან თუ შარშანწინ თბილისში დიდი პატივით მიიღეს აქ კონფერენციაზე მას არ ქონდა უფლება საქართველოს შემოსვლის კანონით მაგრამ ეს გაკეთდა არავის არ მიუქცევია ამისთვის ყურადღება როგორ შემოვიდა საქართველოს კონფერენციაზე შემოვიდა ბაქოდან შემოიპარა პირდაპირ გეტყვით შემოიპარა ბაქოდან და როდესაც მე პროტესტი განუცხადე ამის თაობაზე იმ ბაქო ჩვენს მეგობარს ახლა ის ძალიან ცნობილი პიროვნებაა და დიდი მეგობარია საქართველოში ამ კონფერენციის ორგანიზატორს უთხარი თქვენ როგორ მიიღეთ მეთქი ხო ჩვენი მტერია მეთქი ეგ სეპარატიზმის იდეოლოგია მეთქი და გაუყვირდათ მაგათ როგორო მათ როგორ ჩანს სხვა ინფორმაცია ქონდათ მაგაზე ახლა ეს ამას თავი დავანებოთ და აი ესე იგი იმ კონფერენციაზე აფხაზები დაწყებული ჩირიგბადან დამთავრებული უნივერსიტეტის რექტორი თავდაცვის მინისტრის მოადგილით შინაგან საქმეთა მინისტრი აი ამ რაულ ხაჯიმბას მიერ დანიშნული მინისტრი ყველა პატაკს აძლევდა ელს რუსეთისას რომ ჩვენ ყველა ვემზადებით აი ამ ასე ვთქვათ ურთიერთობებისთვის ამ ინტეგრირებისთვის ვემზადებითო კი ბატონო ანუ მე შემიძლია დავასკვნო თქვენ დიდი იმედი არ გაქვთ იმისი რომ საქართველოს რომ აფხაზეთის მოსახლეობა იქ მართლა დიდი მზადება მიდიოდა მიუხედავად ამისა მე მაინც მგონია რომ ძალიან დიდ ჩიხში მოექცევა თვითონ ხაჯიმბა ძალიან მთელი მისი რიტორიკა ინგრევა ადრინდელი მე გუშინ Facebook-ზე დავუდე პირდაპირ აფხაზებს რომ ხაჯიმბა გახდება აფხაზი ორჯონიკიძე პირდაპირ დავუდე არც ერთმა აფხაზმა არ გამიპროტესტა ეს აფხაზურ გვერდებზე დავდე არც ერთმა აფხაზმა ეს არ გამიპროტესტა და ხაჯიმბა მართლაც როგორ ჩანს კი ბატონო ხაჯიმბა შეიძლება გახდეს აფხაზეთის ორჯონიკიძე მაგრამ აფხაზი ორჯონიკიძე მაგრამ ქართველმა ორჯონიკიძემ მიაღწია საწადელს და საქართველოს გახდა ხო საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლი დიდი მადლობა ბატონო ზურაბ სტუდიის სტუმრებს დაუბრუნდები და მეორე ბატონ ზურაბს მინდა ვკითხო თქვენი აზრი აფხაზეთში განწყობების თემა რომ ამოვწუროთ როგორ ფიქრობთ რა თუ არსებობს აი ახლა თქვათ იმისი რესურსი იმიტომ რომ მე სიურპრიზი მაქვს დღეს ღარიბაშვილს უთქვამს იმისი რესურსი რომ საქართველოს რაიმე ისეთი შესთავაზოს ახლა აფხაზებს ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილს რომელიც თქვათ წინააღმდეგია რუსეთთან აი ამ სამეკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებისა, რითიც ვთქვათ, მათ გულს მოიგებს და საქართველოსთან ერთად თანაცხოვრებაზე აფიქრებინებს. ალბათ ესე უცებ ეს არ არის ერთჯერადი აქტი და რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ ეტაპზე ეს უნდა ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი. რა პროცესი შეიძლება რომ წავიდეს? აი ამაზე შეიძლება პროცესი ბევრჯერ დაიწყო შტაინმაიერის გეგმიდან. არა, პირველი არა, სხვა პროცესზე მაქვს ლაპარაკი. აი თქვენ წარმოვიდგინოთ რომ 90-იანი წლების მერე პირველად მოხდა რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველებს და აფხაზებს ერთი და იგივე ინტერესი აქვთ. საერთო ინტერესი გამოიკვეცა. იმიტომ რომ არც აფხაზებს არ უნდა რუსეთთან უფრო მეტი დაახლოება, რამდენიც აქვთ, ჰქონდათ 2008 წლის ხელშეკრულები და არც ქართველებს არ უნდათ რომ ეს რა ქვია რუსები უფრო მეტად შემოვიდნენ. აი სწორედ ეს არის, ეს აღმოაჩინა სწორედ ძალიან კარგად რუსეთმა და ამიტომ მოხდა რომ ქართველებს საარჩევნო ხელისუფლებას ამოართვეს. ქართველების რაოდენობა და აფხაზების რაოდენობა ერთად ჭარბობს ვიდრე დანარჩენი სხვა ეთნოსების ჯგუფების რაოდენობას. ამიტომ თუ დაახლოებით 60,000 ქართველია და დაახლოებით 45,000 აფხაზი, დანარჩენი უფრო ნაკლებია. ამიტომ 23,000 ქართველს ჩამოართვეს პასპორტი, მოქალაქეობა შეუჩერეს. მოდით ვთქვათ, კი არ ჩამოართვეს, იმიტომ რომ უფლება დაუტოვეს, რომ სასამართლოს ძალი დაებრუნონ. მანამდე სანამ ეს საჭირო არ გახდება. აი სწორედ ამის საშუალებით მოახერხა მან რა ქვია, ხაჯიმბამ გასვლა, იმიტომ რომ ხაჯიმბა არ იყო ეგეთი გამოკვეთილი ლიდერი.
იქ ამ წინამდებობაში ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნება მონაწილეობდა, მათ შორის სტანისლავ ლაკობაც, მაგალითად, რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი წლების მანძილზე და საკმაოდ სერიოზული მოღვაწეც არის და პიროვნებაც არის. მაგრამ აი სწორედ სურკოვმა და ნურგალიევმა ძალიან მოულოდნელად მოხდა ეს ანქომბის წასვლა და მოძებნეს და მათთვის ნაცნობი ფიგურა დაასახელეს. კი ბატონო, რესურსს თუ ხედავთ იმისას, რომ ეს ჩაიშალოს ამ ხელშეკრულება? იცით რა, მე მგონია რომ ეს ხელშეკრულება ახლა მიღებული არ იქნება. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, იქნება განხილვა ყველაფერი და მე მგონი რომ იქნება გაიტანენ რეფერენდუმზე. აი ეს არის ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც ამ ეტაპზე რუსეთი მიაღწევს. თუ არა და ამას მოყვება მხოლოდ და მხოლოდ შეერაღებული, ასე ვთქვათ, გამოსვლები. შეერაღებული გამოსვლები აფხაზების მხრიდან. მე ამაზე დიდი პროცენტი დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, ბატონ დათო, თქვენთან მოხდება შემდეგი შეკითხვა, როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია მთავრობის რეაქცია ახლა? და რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ დღეს აი ეხლა თქვენ რომ მთავრობაში იყოთ, ხელისუფლებაში იყოთ, როგორ მოიქცეოდეთ? მე ვფიქრობ რომ აქ რაღაც ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, აქ იყო ასე ვთქვათ ის ბერკეტების მექანიზმები, რომელიც საქართველოს აქვს დეოკუპაციისთვის და რეინტეგრაციისთვის, ყველამ კარგად ვიცით. და რა თქმა უნდა, აქ თავარი და წამყვანი არის ის, რომ საქართველოს საერთაშორისო კონტექსტში მოიაზრებოდეს უпростоრად საერთაშორისო ზეწოლის განხორციელება რუსეთზე იმისათვის, რომ ეს დეოკუპაცია და შემდგომი რეინტეგრაცია განხორციელდეს. და ამ მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მოიაზრებოდეს ერთიან კონტექსტში, იმ კონტექსტში, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, მაგალითად უკრაინაში, ყირიმის ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია და სწორედ ეს იყოს აი ერთი მთლიანი ბრძოლის ნაწილი და ის ძალისხმევა, რომელიც დასავლეთს ახლა შეიძლება ვინმე შემეკამათოს, საკმარისი არ არის საკმარისი, მაგრამ აშკარაა, რომ რაღაცა შედეგები არის. ალბათ იმის გამო, რომ რუსეთის აქციების გამო ეს ზეწოლა გაიზრდება. ის არის უფრო კომპლექსური ღონისძიებებია, გარდა იმისა, რომ რაღაც სანქციებია შემოღებული, ასევე მიმდინარეობს ნავთობის ფასის დაცემა, მთლიანად ერთი ბრძოლის ნაწილი უნდა იყოს საქართველოს. აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ ამის ნაწილი და არ ვიყოთ ცალკე გამდგარი ქვეყანა. კი ბატონო, აი ამ ფონზე, როდესაც საქართველოში, თქვათ საქართველოს ტერიტორიის დე-ფაქტო ანექსია ხორციელდება, თქვათ და იგივე აი რუსეთის მხრიდან ამ ხელაზე წოლის პირობებში ქვეყნდება ნიუ-იორკ ტაიმსში დიდი ალბათობით გარემოებები მაფიქრებინებს, სარეკლამო სტატია ბიძინა ივანიშვილის პანიგირიკი და თავდასხმა ოპოზიციაზე ბატონი დავით უსუფაშვილის პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით. როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია, რატომ საერთაშორისო პრესის ყურადღების პრესის მეშვეობით, როდესაც ყურადღების მიქცევას ვცდილობთ. რამდენად ადეკვატურია ბიძინას ოდები ქვეყნდებოდეს და არა ის რიტორიკული ალბათ ეს შეკითხვა თქვენი აზრია გამომეტყველებაზეც წავიკითხე უკვე რამდენად რა ვიცი აბა შეესაბამება არსებულ ვითარებას ეს არ ვიცი და ბატონი პრეზიდენტის როლზე მინდა გკითხოთ არ ვიცი შეიძლება მეშლება მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებით და ჩემი მეხსიერებით პირველი შემთხვევაა როდესაც პრეზიდენტმა ინიციატივა გამოსტაცა მთავრობას და გარკვეულწილად უკარნახა რა უნდა ეკეთებინა იმიტომ რომ ტონი იმდენად მაღლა აწია რომ იქიდან თქვა იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის მოსახლეობის პრიორიტეტების ხუთეულში ძალიან რთულია რომ ამის იგნორირება გაგეკეთებინა. მან მოითხოვა პარლამენტის ხდომის მოწვევა, რეზოლუციას თუ სწორად მახსოვს და რაც თავია დაგვკვირდა რომ მოიწვევდა უშიშროების საბჭოს. ამას მოყვა მე ძალიან სასაცილო ინციდენტი, როდესაც ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდზე უცაბედად გამოჩნდა ის რომ თურმე მას გუშინ ჩაუტარებია უსაფრთხოების საბჭო, მე რაღაცა დრო შეუცვალეს ამას რომ კიდე უფრო ადრე ჩათვლილიყო გამოქვეყნებულად. მოკლედ ძალიან ესეთი რაღაც ჩაატარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პათოს ესეთ განცხადება. კი ბატონო, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ რა როლი ითამაშა პრეზიდენტმა ზოგადად არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა კიდე რაიმე ტიპის ურთიერთობა, მაგრამ რა შეუძლია მას გააკეთოს ამ სიტუაციაში? ეს პოზიცია პრეზიდენტის არ არის გუშინ, ესე თქვა დაბადებული, ამაზე ჩვენ მუშაობდით, უბრალოდ მოხდა ის რომ უბრალოდ ამ სკანდალის შემდეგ ივანიშვილის ბოლო განსაკუთრებით ინტერვიუს შემდეგ და იმ თავრობის ესე თქვა წარჩინებული გამოჩენილი ადამიანების მიერ რომელიც ყველა გაიხსენა როგორ აწყენინა მარგველაშვილმა ამა თუ იმ ადგილას ამა თუ იმ დღეს
გარკვეული თავისუფლების ესე ვთქვათ სივრცემიც ეს მოქმედების მარგველაშვილ საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის რომ მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებების განხორციელებაში უფრო მეტი ესე ვთქვათ სიტამამე გააბრაზეს ის და ამიტომ გადაწყვეტა პოლიტიკური არა მე მგონი მე უფრო ფიქრობ იმაზე რომ მან აიგო თავის თავზე ლიდერობა იქ სადაც მან ვერ დაინახა რომ ეს ლიდერობა ადგილზე იყო მან მიმართა პირველ რიგში პარლამენტს მთავრობა ვალდებულია რომ პარლამენტის მიერ განსაზღვრული კონკრეტული ქმედება განახორციელოს უშიშროების საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთ-ერთი რომელიც ზუსტად ამ საკითხებზე მსჯელობს და უნდა მსჯელობდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ მთავრობა ვერ იყენებს ამას ისევ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს სამთავრობო გუნდის ერთიანობა პარლამენტი პრეზიდენტი მთავრობა რომ ჩვენმა პარტნიორებმა რუსებმა აფხაზებმა დაინახონ რომ რეალურად პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ესე ვთქვათ ძალიან მკაფიო და ძალიან პრინციპული და მე ელენეს ესე ვთქვათ ასე მინდა გამოვხმარო რომ ქმედება არ თმოდა ეს არის ამ პოლიტიკის ქონა ან არ ქონა რეალურად ჩვენ ხედავთ რომ მთელი პოლიტიკა არის აგებული რომ ჩვენ არ ვიცოდეთ რა ხდება ჟენევაში იმიტომ რომ პერიოდულად გამოდის რაღაც ზალკალიანის თვითაღიარება რომ ხო ქონდა მას ავაზე საუბარი კარასინთან მე გაწმუნებ თუ ძალიან სერიოზულ თემებზე აქვს კარასინს საუბარი კარასინის ფერიცვალებას ვერ განიცდის ხო ჟენევიდან დაბრუნდა ერთი კვირის წინ ჩავიდა აბაშიძესთან კარასინი არ არის სურკოვი რომელსაც შეუძლია ესე თქვა პირდაპირ კარი შეაღოს და ელაპარაკოს პუტინს და თავისთავად რუსები ძალიან ღიად საუბრობენ იმაზე თუ რა არის მათი გეგმა კონკრეტულად აფხაზეთის ინტეგრაცია ის ახალი ნაციონალური იდეა რომელიც ზუსტად გულისხმობს მაქსიმალურად ამ ტერიტორიების რუსეთთან მიერთებას ვიღაცამ ლიდერობა უნდა აიღოს თავის თავზე პრეზიდენტმა დაინახა რა რომ აი ესეთი მოკიბული საუბარი გაიმართა და პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული მე ასევე უსმინებ ბატონ ზაქარიაშვილს იმედზე ჩემთვის სრულად გაუგებარი საერთოდ რას ლაპარაკობდა და ის რომ პრემიერ-მინისტრი აცხადებს სინანულით რომ მას არ უნდა ამის დაჯერება და აი ეს პრინციპული განცხადება აჩვენებს იმას რომ რეალურად ის განცხადებული პრაგმატული პოლიტიკა რომელიც განცხადებული იყო რუსეთთან მიმართებაში რეალურად მათ განხორციელება არც ეწერა იმიტომ რომ სხვა კომუნიკაციის წყარო თუ კარასინი აბაშიძის გარდა არ არსებობს გამოდის რომ რეალურად ეფექტურობაზე საერთოდ საუბარი ზედმეტი იმიტომ რომ ამ პერიოდში 2 წლის განმავლობაში არც პრეზიდენტს მიცეს საშუალება რომ ესე თქვა გასულიყო პუტინთან სასაუბროთ არც თვითონ არ გაშალეს ესე თქვა ამ კომუნიკაციის სხვადასხვა არხები იმისთვის რომ კარასინს და აბაშიძეს გაცდენილი პუტინს ესაუბრა რა არო ციტარი მტერს უნდა ესაუბრო ძალიან მნიშვნელოვანია არა გეთახმით მაგრამ რამე ვინ აი შევარნაძე ესაუბრა ის ესაუბრა სააკაშვილი ესაუბრა და შედეგად რა მივიღეთ? ძალიან რთულია ზოგადად სიტუაცია, კიდევ ერთხელ ვფრა, ჩვენ არ ვიცით თუ მოხდებოდა ესე ვთქვათ ერთი მეორე რა შედეგი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე არ მგონია ეფექტური რომ რუსეთ-საქართველოს დიალოგი იყოს დაყვანილი კარასინი აბაშიძის დონეზე, რომელსაც ერთი თვის წინ გვიმტკიცებდა რომ მისი მთავარი თემა არის საოჯო თემები და პოლიტიკური საერთოდ არ განიხილება და დღეს გამოდის გაბრაზებული სახე და ამბობს რომ მე კარასინს უთხარი რომ ეს ჩემთვის მოგებია. თქვენ მიგაჩნიათ რომ პუტინის მიზანი აღადგინა საბჭოთა კავშირი და პუტინის რევიზიონისტული პოლიტიკა რაც ვერ შეაჩერა იგივე აი სანქციებმა, რა ვიცი მე, რამდენი მილიარდი დაკარგა უკვე და რამდენი დაეცა ნავთობის ფასი, შეიძლება შეაჩეროს მარგველაშვილთან ან ღარიბაშვილთან საუბარმა. არა, მე მიმაჩნია რომ კომუნიკაცია შეიძლება უფრო ეფექტური ყოფილიყო, უფრო მეტი ჩართულობა შეიძლება ყოფილიყო არა მარტო აბაშიძის დონეზე, არამედ სხვა დონეზეც, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა შეიძლება ყოფილიყო და თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ რომ განხილვის თემა უნდა ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არა მარტო უკრაინა, არამედ საქართველო და სხვათა შორის ეს თეზა ზუსტად მაგ როცა ჩვენ შევთავაზებთ თავრობას რომ 2014 წლის ომი და ყირიმის დაპყრობა არის გაგრძელება 2008 წლის საქართველოს აგრესიის, საქართველოს წინააღმდეგ გამოწვევა. ეს თეზა არც ისე დიდი ენთუზიაზმით აიტაცა მთავრობამ, ესე ვთქვათ მოგუდულად აიტაცა ეს თემა, იმიტომ რომ არ უნდათ პირდაპირ პარალელის გავლება საქართველოსა და უკრაინას შორის. წამგებიანი აღმოჩნდა, იმიტომ რომ
დღეს რასაც ადგილი აქვს აფხაზეთთან მიმართებაში ცხინვალის რეგიონთან არის ყირიმის გადამღერება. სუფრაშვილი თავის სტატიაში ისევ სააკაშვილის ავანტურაზე საუბრობს 2008 წლისთან მიმართებით. სუფრაშვილის ოდა ცალკე თემაა განხილვის და მართლა რაღაც ცოტა დროში არ დაემთხვა რაღაც გეგმებად ყველაფერი დავაგებულია და ერთადერთი ეს სააკაშვილი ივანიშვილის ურთიერთობის თემა იყო. კი ბატონო, და კონკრეტული რაღაცა შეიძლება გაკეთდეს ორი სიტყვით ვიტყვი რა, ანუ სტრატეგიულადაც და ტაქტიკურად. სტრატეგიულად პირველ რიგში ჩამოვყალიბდეთ, რომ ერთადერთი რეცეპტი ამ სიტუაციის, ასე ვთქვათ, შეწინააღმდეგების ამ სიტუაციასთან არის არა რუსეთთან კომუნიკაცია, არა ვიღაცის მოთაფლვა, არა რაღაცა ილუზიები შექმნა, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართვა. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? პირველ რიგში უნდა იყოს რატო არ არის? რუსეთთან კომუნიკაცია. რატო ელაპარაკება პოროშენკო თქვენ როგორ ფიქრობთ? უბრალოდ გეტყვით მე სტრატეგიას რომ მე ვამბობ სტრატეგიულ კერი რატო ელაპარაკება ობამა? თუ შეიძლება დავასრულებ ობამას და პუტინის საუბარი არის ორი სხვადასხვა წონის საუბარი და მარგველაშვილის და პუტინის საუბარი არის აბსოლუტურად სხვადასხვა რესურსის მქონე საუბარი, მაგრამ მე არ ვლაპარაკობ უნდა შეხვდეს თუ არ უნდა შეხვდეს. მე ვლაპარაკობ სტრატეგიულად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ პრობლემას გადაწყვეტს არა ორი პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს და თქვა პუტინის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა. თუ საჭიროა ტაქტიკურად შეხვედრა რაღაც მომენტში ის შეიძლება მოხდეს, მაგრამ სტრატეგია ვერ იქნება კომუნიკაცია. თუ შეიძლება ამაზე იყო საუბარი, რომ ეს საერთაშორისო პარტნიორებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული გავლილი, რომ დამატებითი კომუნიკაციის საშუალება ყოფილიყო. ეხლა რა შეიძლება რომ წუწუნი არ იყოს? რა შეიძლება რომ გავაკეთოთ? პირველ რიგში სტრატეგიულად ჩამოყალიბდეთ. მეორე შიგნით შეფასება რაჯერ არ გაკეთებულა, უნდა იყოს კონსოლიდირებული და მკაფიო. ანუ არა მარტო შიგნით კოალიციაში კონსოლიდირებული, ამ სიტუაციაში მათ შორის ოპოზიციასთან კონსოლიდირებული და ძალიან მკაფიო და ამას უნდა დაერქვას, რაზეც თავიდან ვისაუბრეთ, ერთი ევროპის უსაფრთხოების საფრთხე ყირიმის მსგავსად, მეორე საქართველოს ტერიტორიული მსვლელობის კიდევ უფრო შელახვა და ასე ვთქვათ, თუნდაც სხვათა შორის ისიც აფხაზურის ეთნოსის მუქარა არსებობის, რომელზეც პასუხისგებელი როგორც სახელმწიფო საქართველო ვართ მათ შორის ჩვენ. კი, მაგრამ რამდენად რეალისტურია ეს კონსენსუსი ბოდიში ელენე, რომ გაწყვეტინებ, იმიტომ რომ თავად არიან აჭრილები, იმიტომ რომ აი ეხლა ჯაფარიძის და აბაშიძის ინციდენტი სხვა არაფერია. ჯაფარიძე ფიქრობს სრულიად სამართლიანად მოითხოვა, რომ ამ პირობებში კარასინისა და აბაშიძის შეხვედრა, რომელიც ზოგადად რაღაცა ეკონომიკურ საკითხებზე საუბარს ითვალისწინებდა და კულტურულ საკითხებზე საუბარს ყოველად დაუშვებელია, იმიტომ რომ ხა კულტურაზე საუბრობდე იმ დროს, როცა ანექსიას გიკეთებენ უკვე ოკუპირებული ტერიტორიის, ეს ერთი პრობლემაა და იქიდან მან შემოსთახა, რომ რაღაც ხრუჭები მოგეშალა და ასაკობრივია ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. რამდენად რეალისტურია? ასწორედ იმიტომ გავუსვი ხაზი ამ კონსოლიდირებას, ამის პრობლემა რო არ იყოს, ხაზგასასმელიც არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, რამდენად რეალისტურია, არ არის ალბათ რეალისტური, რასაც ვისმენ, მაგრამ მე მოვალეთ თავს, რომ თქვა, ასე ვთქვათ, რა შეიძლება გაკეთდეს. შემდეგი კონსოლიდირებული მესიჯის შემდეგ უნდა საგანგაშო დამუშავდეს ის ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რომელიც არის ევროკავშირში, ეუთოში და თუნდაც გაეროში და ზარი უნდა იყოს არა ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინსტრუქცია გაუგზავნა ელჩს სადღაც, არამედ ეს უნდა იყოს საგანგებო ვიზიტები ამ ორგანიზაციებში, ჟენევის ფორმატის მოწვევა. ევროკავშირთან საუბარი, რომ ევროკავშირი არის მოვალი ამ სიტუაციაში, რომ ადგილზე ჩავიდეს და ადგილზე იყოს გარანტორი, იმიტომ რომ IUMM-ი მანდატით ეკუთვნის IUMM-ს იქ ადგილზე ყოფნა და ამ ესკალაციის პირობებში ჩავიდეს და თან ჩვენ ამ ფორმატების, ასე ვთქვათ, ამუშავებისთვის გვაქვს ძალიან, ასე ვთქვათ, ცინიკურად ჟღერს, მაგრამ კარგი კონტექსტი უკრაინიდან გამომდინარე და უნდა ჩვენი დიპლომატიის ამოცანა იყოს, რომ სანქციების რეჟიმში დაემატოს აფხაზეთის საკითხი ყირიმთან ერთად. ეს იქნება ის, რაც რუსეთს საბოლოოდ რა უშველის რუსეთს რთული სათქმელი ამაზე პასუხი დღეს მე მგონი არავის არ აქვს, მაგრამ ეს იქნება ის, რაც დაუჯენს ფასს, იმიტომ რომ პარალელურად ჩვენ გვესმის და ეს თამაში არ უნდა ვითამაშოთ. მაგალითად ლავროვის გამოსვლა და შეძახილები ამერიკის მიმართ, რომ მოდით ახლა ვიფიქროთ მეორე გადატვირთვაზე. კი, უკრაინაში რაღაცა სიმშვიდის მაგვარი არის, ქართველებთან აგერ კარასინი აბაშიძე ბჯელობენ, კი არის რაღაცა პრობლემა, მაგრამ მიდის ბჯელობა, მიდის საუბარი, აი ღარიბაშვილსაც არ ჯერა რომ ბოლომდე ამას აპირებს რუსეთი, ანუ საქართველოსთან სიმწვავე ამ ყველაფრის არ არის, მოდით ეს ახლა გადავდოთ, სირიის პრობლემა გვაქვს ძალიან დიდი, სხვა პრობლემებია, დავიწყოთ გადატვირთვა. ამის საფრთხე არის, იმიტომ რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის ჩამოყალიბება სჭირდება ჩვენი მუშაობა. ის პოზიცია არ არის ჯერ იმდენად ჩამოყალიბებული, ჩვენ უბრალოდ ფეხი-ფეხზე გადავიდოთ და დაველოდოთ, როდის გაუბრაზდება ან კიდე არ არის მუდმივი, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ხდება მოდუნება. ბატონო, დავით. კი ბატონო. თავიდან ბოლომდე ვეთანხმები ელენეს და ეხლა კიდევ ამ სიტუაციაში მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი არის იმისთვის, იმის გასაკეთებლად, რაც
რაზეც ელენე მისაუბრა და ეს არის სწორედ აი იმ სკეპტიკოსებისთვის. ხო, აქ დასავლეთშიც არიან ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად არიან, ხო, განწყობილები იმის საქართველოს ცდელობებისადმი და ამათვისაც არის უკვე ეს არგუმენტი, რომ ჩვენ საქართველოს სცადა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდადად სკეპტიკურად ვარ განწყობილი აბაშიძე კარასინის ფორმატისთვის, აქედანაც შეიძლება პოზიტივის გამოტანა და სწორედ აი ამ სტრატეგიის ნაწილად ამის გახდა, რომ ჩვენ ვცადეთ ყველაფერი. ყველანაირად გავაკეთეთ, ეს არის ამ კონტექსტში. კი ბატონო, ბატონზურაბ თქვენს და ბოლო კითხვა. მე სულ უკანასკნელი ამბები შემიძლია გითხრათ, რომ ჰაჯიმას არჩევნების წინ ამ ზაფხულს ჩვენთან იყვნენ ჩამოსული აქ გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები სოხუმიდან, რომლებმაც პირდაპირ გთხოვეს, რომ გვიშველოთ, გამოიყენეთ თქვენი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები საერთაშორისო ორგანიზაციებში ყველგან, რომ რაც შეიძლება მეტად გაშუქდეს და გახმაურდეს ჩვენი პრობლემები. აი ეს ამას გარანტია ვარ ჩვენთან იყო ჩამოსულები. კი ბატონო და კარასინი აბაშიძის ფორმატზე მინდა კითხოთ, როგორ ფიქრობთ, ამ სიტუაციაში აზრი აქვს ამის გაგრძელებას? ლიანად რუსეთთან ურთიერთობა უნდა გადაიხადოს. კარასინი აბაშიძის ფორმატი ეს ხომ უნდა იყოს რაღაცა სტრატეგიის ნაწილი, ხო არ არის შეხვედრა ფორმატისთვის. არა თუ ეს ახლა შეჩერდეს არ შეიძლება. თლიანად უნდა გადაიხედოს ეს სტრატეგია იმით რაც დათულ თქვა, რომ ჩვენ ყველა და შეგვიძლია ეს პოზიტიურად შემოვატრიალოთ, რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, თუნდაც შიდა პოლიტიკური კრიტიკის და არაპოპულარულობის ხარჯზე ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ფაქტია მიუახლოვდით წითელ ხაზს, როდესაც რუსეთი არა თუ არ აუმჯობესებს ურთიერთობას, არამედ ხარისხობრივად ბევრად უფრო აუარესებს. კი ბატონო და ბატონ ზურაბ პაპასკირსაც მინდა მივცე შესაძლებლობა რჩევა მისცეს საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ბატონო ზურაბ რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებას ამ სიტუაციაში? პირველ რიგში მეც მინდა შევუერთდე იმ მოსაზრებას, რომ კარასინი აბაშიძის დიალოგი ეს იყო ყოველთვის თავის მოტყუება, ეს იყო ნაცრი შეყრა საზოგადოებისათვის, რომ თავარი პრობლემა რუსეთთან ურთიერთობის არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის პრობლემა. დანარჩენი არის მეათეხარისხოვანი მიუხედავად იმისა და ამით თვითონ რაღაც დაახლოება რა დღეს ცივი წყალი გადაასხა კიდევ ერთხელ კარასინმა სულ 2 წუთიან გამოსვლაში რომ დაივიწყეთ აფხაზეთი მორჩა ეს ამას ჩვენ აღარ შევცვლით რანაირად შეიძლება მას ესაუბრო და საერთოდ გამაკვირვა ზურაბ აბაშიძის მე ძალიან დიდი პატივისცემით ვიყავი მის ამი განწყობილი გამაკვირვა მისმა რეაქციამ ბატონი თედო ჯაფარიძის აბსოლუტურად გამართლებულ რეპლიკაზე აბსოლუტურად გამართლებული რომ სადღაც ხო უნდა დავარტყათ მოვიქნიოთ რაღაც აი კი არ მოვიქნიოთ მე არ ვამბობ რაღაცა კონფრონტაციას და იმას მაგრამ რაღაც პოზიცია ხო უნდა დავაფიქსიროთ რაღაც ეროვნული თავმოყარეობა ღირსება სახელმწიფოსი ხო უნდა შევინარჩუნოთ არა ასე როგორ შეიძლება ესე ვატყუოთ ხალხი ვატყუოთ ერთმანეთი და მე ურცხვად არ არის ეგ სწორი პოზიცია საერთოდ თავიდანვე იყო ეს განწირული ეს იყო რუსული სცენარი თავიდანვე რომ აი რუსეთს ეთქვა რომ მე საქართველოსთან ახალ ხელისუფლებასთან ვაგვარებ პრობლემებს უკვე დაგვანებეთ ჩვენ მიგვიშვით ერთმანეთთან და დასავლეთმა დაგვანებოს თავი და ჩვენ საქართველოს მოუგვლით საქართველოსთან ვისაუბრებთ ზუსტად ამას აყვა საქართველოს ახალი ხელისუფლება ეს არის თავიდან ბოლომდე მცდარი აზრი რუსეთი არასდროს არაფერი რუსეთს არ დაუთმია არასოდეს არ დაუთმია რუსეთს არაფერი კეთილინებით რუსეთს ყოველთვის ათმობინებდნენ სწორედ ყოველ მხრივი ასე ვთქვათ ზემოქმედებით და ზეწოლით და აი სწორედ ის პოზიცია რომ ჩვენ ქალბატონი ელენე სწორად ბრძანებდა რომ თავარი სტრატეგიული ამოცანა ჩვენი რა უნდა იყოს ჩვენ საერთაშორისო ჟღერადობა მაქსიმალურად უნდა მივცეთ საერთაშორისო ჟღერადობა ჩვენს პრობლემატიკას ერთი წუთითაც არ უნდა შევანელოთ ჩვენი თავარი პრობლემის არ უნდა მივჩქმალოთ არ უნდა ვაგრძნობინოთ რომ ჩვენ ვივიწყებთ ამას მე ახლა რატომ ამბობ ამას განსაკუთრებით თქვენ გრძნობთ რომ ეს ხდება რომ ჩვენ ვივიწყებთ ამას აქამდე ყოველ შემთხვევაში ვივიწყებთ ამას იცით რა როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი მაიდნით აშინებს საზოგადოებას ეს არის დავიწყება ეს არის გადატანა სულ სხვა მიმართულებით აქცენტების მაიდანი სულ სხვა რაღაცის სიმბოლოა და არა იმისი რისიც შინაგან საქმეთა მინისტრი მან ისიც კი არის ის სამწუხაროდ თუ რას ნიშნავს მაიდანი როგორ შეიძლება მაიდანი ახსენო უარყოფით
ამბოხით კონტექსტში. შინაგან საქმეთა სამინისტრი კიდე ცალკე დისკუსიის თემა. ეს ზოგადი პოზიცია არ არის მარტო ერთი მინისტრის პოზიცია, სამწუხაროდ ასეა. მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი, აი დღეს რაღაც წუხილით ამბობდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომ აი როგორ არ მინდა დავიჯერო რაღაცა იქით აფხაზები ამაზე წავლენ, აფხაზების ნაწილი მართლა არ წავა ამაზე და მეც მგონია მე ვეთანხმები ბატონ ზურაბ შენგელიას, რომ იქ შეიძლება ძალიან დიდი ამბოხი მოხდეს. მე არაფერს არ გამოვრიცხავ. მე ისტორიკოსი ვარ და ვიცი რუსეთს საქართველოს ურთიერთობები და მათ შორის აფხაზეთის საკითხი ამ ურთიერთობებში და მე მახსოვს ვიცი მე-19 საუკუნე რომ ეს ერთი მუჭა ხალხი 70 წელი ებრძოდა რუსებს. იყო ეს არის ჩვენი ისტორია. ისე კი არ არის დალაგებული დღეს რომ რუსებს ეფიცებიან სიყვარულს და ქართველები მოიძულეს. ეგ ყოველთვის ასე არ იყო. და ეს ახლა მე ისი თქვა მინდა, არ არის ესე იგი სახელმწიფო პოლიტიკა სამწუხაროდ პროფესიონალიზმი აკლია ამ საკითხში. და ამისი, როდესაც შენ მინისტრად ყავს აფხაზეთის მიმართულებით, აი ამ კონფლიქტების მიმართულებით პაატა ზაქარიაშვილი, საერთოდ რაზე შეიძლება ლაპარაკი? აი ამ ეს არის სრული დისკრედიტაცია საქართველოს აი ამ მიმართულების და ის იგივე კარასინი და აბაშიძის ეგრეთ წოდებული ფორმატი. ეს არის კატასტროფა, ქართული საქართველოს სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის კატასტროფაა ეს. ბატონო ზურაბ, დიდი მადლობა თქვენი შეფასებისთვის. სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ გადაცემის დრო მეწურება. ბატონ ვანოს ჰქონდა რეპლიკა, მასაც მივცემ შესაძლებლობას ასე გამოთქვას და დავასრულო. ჩვენ საუბრობთ უკვე დიდი ხანია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკა შემუშავდეს და საერთაშორისო თანამეგობრობას, მაგრამ მათ ახალ მთავრობას, უბრალოდ მთავრობას დღევანდელს არც 2 წლის წინ, არც 1 წლის წინ, არც რამოდენიმე თვის წინ რეალურად არავინ არ უშლიდა და მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს უფრო ეფექტურად განახორციელოს, უფრო იყო პასიური ეს პოლიტიკა. მე მინდა დავინახო რესურსი, რომ ამ მთავრობას აქვს ამის რესურსი, რომ ამოქმედოს. მე მინდა ეს დავინახო, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ესე ღარიბაშვილსაც უნდა რომ არ ჯეროდეს. იმიტომ რომ თუ არ ამოქმედებს ეს რესურსი, უბრალოდ ვერ დავინახავთ და თუ არის ეს რესურსი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმუშაოს პარტნიორ ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან დიალოგიც იყოს ზუსტად აი ამ ფორმატში წარმართული. ამის გაკეთება, იმიტომ რომ თქვენ როდესაც აი მაგალითად თქვენ პრეზიდენტთან ერთად მოხვედით ფაქტობრივად ხელისუფლებაში, უბრალოდ მე რაღაც მოხდა. ნაციონალური ქართული ოცნების დღის წესრიგში წინასარჩევნო პროგრამაში მთავარი საკითხი იყო საერთაშორისო კუთხით, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს განხეთქილების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. აი ხედავთ, რომ აღარ არის განხეთქილების საგანი, შესრულდა ეს დაპირება. ანუ თქვენც ესე ხედავთ, ანუ ესე ხედავდით ამას და ვთქვათ იზიარებდით და ახლა აღარ იზიარებთ თუ აი საიდან მოხდა ის? ეგება პოლიტიკის ნაწილია ის რაც ხდება, ეხლა გამიზნული პოლიტიკის და საერთოდ არანაირი რესურსის მობილიზება სხვა მიმართულებით საქართველოს მთავრობას არ სურს. განცხადებული იყო რაციონალური დიალოგი, ის შესაძლებლობების ზევნა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ჩვენ ძალიან აქტიურად საუბრობდით, რომ რა შეიძლება ესე ვთქვათ ახალი მექანიზმი, ახალი დიალოგის საშუალება იყოს რუსეთთან, ზუსტად იმ წავეთემებს, რომელსაც შეეხება ქვეყნის დეოკუპაციას, ტოლულების დაბრუნებას და ზოგად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, დეკლარირებული იყო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არსად არ წასულა ეს რეალურად. ამის საშუალება მთავრობამ არც თავის თავს მიწა და არც რეალურად ესე ვთქვათ არ მოხდა ამის ესე ვთქვათ პოლიტიკის დონეზე ჩამოყალიბება. არ ფიქრობთ, რომ ეს არის გამიზნული პოლიტიკა და შეგნებულად ხდება საქართველოს? ვიზიარებ იმას, რომ რეალურად რაღაც ეს პასიურობა უფრო ესე ვთქვათ არაკომპეტენტურობას ეწყო ვიდრე სხვა რამე. გასაგები არაკომპეტენტურობას აბრალებთ და არა სურვილს. აბა სხვა უნდა დააბო. ჩვენ ფაქტის წინაშე აღმოჩნდით, რომ თურმე ხდება აფხაზეთში, რომელსაც ჩვენ გებულობთ რაღაც 2 დღით ადრე და არაფერი ამის შესახებ მთავრობა მარიცის. სამწუხაროა რომ ესე ხდება. დიდი მადლობა მაყურებელს, დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს იმისთვის რომ ასე გვიანობამდე საინტერესოდ საუბრობდნენ. ჩვენ ერთმანეთს შემდეგ დღეს ხუთშაბათია, შემდეგ ორშაბათს შევხვდებით. ნახვამდის.